წამზომი ჩაითო. არ გაჩერდი. ავიდა. აგერ სრუმოდრობებს ხედავ. აიმე. აფაკეთ უმანია. და 40 წამიდან. და წამზომი ამოიწურა. დღეს კრეატორ ჩემპიონატის ფინალურ ეპიზოდში გავარკვევ თუ ვინ გახდება 10,000 ლარის მფლობელი. 5 გუნდმა უკვე მიიღო მონაწილეობა და მე-6 ბოლო გუნდი ვინც ეძდება რომ თავისი შანსი გამოიყენოს იქნება ტაფსონას, გიორგის და ანდროს გუნდი, რომელიც ესპანეთის ღირსებას დაიცავს. მეკარესთან პირისპირ. არა უშავს, არ ინერვიულო. ხო, ბიჭო, კარში დაარტყი, კარში! 11 მეტრიანი. გასამარჯვებლად მათ ორი გზა აქვს, მათ შეუძლიათ რომ მეხუთე ჩელენჯი გადალახონ და ბურთი გაატყან ცხრიანში, რის შედეგად თამაში მაშინვე მორჩება და გამარჯვებულები გახდებიან, ან მეორე კითხვებში დააგროვონ მინიმუმ 19 სწორი პასუხი და შემდგომ უკვე პენალტების სერიაში გიორგი დანელიას ბრაზილიას დაუპირისპირდებიან. და სამ მონაწილეებზე გადავალთ, შეგახსენებთ რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი არის საქართველოს ბანკი. ტაფსონ, ანდრო და გიორგი, თქვენ ხართ ის ბოლო გუნდი, რომლებიც ეცდებიან მეხუთე ჩელენჯი რამენაირად შეასრულონ, იმიტომ ჯერჯერობით ვერავინ ვერ გააკეთა. ან თუ ამას ვერ გააკეთებთ, გასამარჯვებლად და შანსი რომ მოგეცეთ, მინიმუმ 19 სწორი პასუხი უნდა დააფიქსიროთ კითხვებზე. თუმცა თუ ტაფსონას შეძლებს და 7 წუთის განმავლობაში რომელიმე წამზე გაარტყავს ბურთს ცხრიანში, ჩათვალეთ რომ თამაში რჩება, გადმოგცემთ ჩვენს თასს და 10,000 ლარის მფლობელებიც გახდებით. ამდენად მზად ხართ ამისთვის? ბოლო ეტაპის გარდა მე მგონი მზად ვარ ყველაფერთვის. აი ამ ბიჭების იმედზე ვარ, რომ მაქსიმალურად სწორი ბევრი პასუხი დააგროვა. მაგაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ სხვათა შორის ძალიან უცნაური იყო. ყველას ქონდა მოლოდინი, რომ კი კაცო ცხრიანში გავარტყავთ, მაგრამ ძალიან რთული აღმოჩნდა რა. ნახოთ პენლამდე მივა თუ არა. არა, მე იქამდე მივიდეს რა ერთი. არა, იქამდე ყველა ვარიანტში მიხვალ, თან ძალიან მარტივად დარწმუნებული ვარ. წარმატებებს გისურვებ, მაგრამ მაინც მოდი ორიოდე სიტყვით გავიაროთ, შენ რისი გავლა მოგიწევს რა. უნდა გადალახო სტადიონის ერთი ნაწილიდან მეორემდე თლიანი გზა უნდა დაფარო. ამისთვის საჭირო ბურთს დაარტყა ფეხი და რაც შეიძლება ახლოს მოხვიდეს ცენტრის ხაზთან, საიდანაც მე უკვე რომელიმე აი ამ სამი მინიატურული კარიდან ერთ-ერთი გოლის გატანა მოგიწევს. მესამე ჩელენჯი უკვე მე კარის პირისპირ აღმოჩნდები და ეს ბარიერი უნდა გადავახო, მეოთხე არის 11 მეტრიანის გატანა და მეხუთე უკვე სადაც ესპანეთის ნაკრების რომელიმე საკულტო გოლი გააცოცხლო და ცხრიანში გაიტანა. გოლები რომელიც შეიძლება გაიმეორა. მიშელ გონსალესის ჯარიმა სამხრეთ კორეასთან მარცხენა კუთხიდან მარცხენა ცხრიანში, ან გაისკა მენდიატა სამხრეთ აფრიკასთან მარცხნიდან მარჯვენა ცხრიანში. მიშელს ვირჩევ მე აუცილებლად რომ მარცხენა მიშელ გონსალესი შევცადო და გაუშვა იმ. შვენიერი, მაშინ ეთრიკი შეოსლო მაქსიმალურად. და დამილოცნე, შეგიძლია გადახვიდეთ წარმატებები. პირველი ჩელენჯი პირველი მცდელობაზე რომ არ გვაწვალო ბევრი რა. ჩვენი წამზომი მოვამზადოთ, სადაც ნუიღლები თქვენს თანაგუნდელს და კაპიტანს ტაფსონას. დავიწყო? შეგიძლია დაიწყო. სანამ ტაფსონა ბურთს დაარტყავს და ნახავთ რომელ ხაზზე გაჩერდება, მანამდე არ დაგავიწყეთ რომ გამოიწეროთ არხი და ვიდეოს დავაყენოთ. გაჩერდი? კერლინგზე დადიოდა ეს ბოლო. ცენტრიდან უწევს დარტყმა, მზად ხარ? თუ მზად ხარ? მზად ვარ. კარგი, მაშინ წამზომი ჩაითო, რომელ წელს ითამაშა ესპანეთმა თავისი პირველი მუნდიალი? 1934. 34, შეგიძლია სადო? არა უშავს, არ ინერვიულო. რომელმა ნაკრებმა აწმია ესპანეთს ყველაზე, რომელმა ნაკრებმა დაამარცხა ესპანეთი ყველაზე დიდი ანგარიში? ბრაზილია მართალია 6-1, შეგიძლია არა უშავს. დესტანგა, რომელია ბოლო აზიური ქვეყანა, რომელმაც ესპანეთს მოუგო? იაპონია. სწორია. არ ინერვიულო. არა უშავს. ბოლოს როდის ჩარჩა ჯგუფში ესპანეთის ნაკრები? 2014. სწორია. 4-დან 4 სწორი პასუხი გვაქვს. და მე არ ინერვიულო ტაფსონ, უნერვიულო. რომელ წელს უმასპინძლა ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატს? 82-ში. სწორია. არ და წერანი ბიჭო, ტაფსონა ხურდებოდა ისეთი ადგილებიდან. იტანდა. არა ბიჭო. ეს არის ყველაზე დიდი ფაქტორი. გაიხსენე 2-დან 1 ესპანელი მაინც, რომელსაც მუნდიალზე მინიმუმ ჰეტრიკი აქვს შესრულებული. მიჩელი. სწორია, მიშელ გონსალესი. და მეორეც ორივე სწორია. ხო, ბიჭო. ჯერ დრო გაქვს ძალიან ბევრი. შემდეგი ჩელენჯი. დავაი. შემდეგი 2010 წელს ესპანეთის ჩემპიონი ისე გახდა რომ მხოლოდ ერთი თამაში წააგო, რომელ ნაკრებთან? შვეიცარიასთან პირველი. სწორია. მეკარესთან პირისპირ.
გეცობათ. ესპანეთმა თავისი ყველაზე შედეგიანი მოგება 7-0 კოსტა-რიკასთან. 2022 წელს კოსტა-რიკასთან დააფიქსირა, გაიხსენია ორი ფეხბურთელი მაინც ვის ამ თამაში გოლი გაიტანა. გავი, მორატა. გავი, მორატა სწორია. 11 მეტრიანი. 11 მეტრიანი. ესპანეთის ერთადერთი მოგებული მუნდიალის ფინალი იმითაც გამოირჩეოდა, რომ საჯმა ფეხბურთელებს 14 ყვითელი ბარათი აჩვენა. გაიხსენეთ ეს ინგლისელი საჯი? ჰოვარდვები სწორია. ხო. ყველა სწორი პასუხი. ბიჭო! ზუსტად დაარტყი და გაგატანინე. ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო ესპანეთს FIFA-მ უფლება არ მისცა ამ კონკრეტულ მსოფლიოზე ეთამაშა. რომელ წელს მოხდა ეს? ბიჭო 38-ში არ უთამაშია და ხო არა, რომ 50-ში ითამაშა, მე 39-ში მიდი, იყო. მიდი. 38-ში. სწორია. მიდი. ხო, ბიჭო, კარში დაარტყი, კარში! ზუსტად დაარტყი. ხო და ვერ ურტყავ. ჩამოთვლითაგან რომელ ქვეყანასთან აქვს ესპანეთს უარყოფითი ბალანსი მუნდიალებზე? პარაგვაი, ინგლისი თუ საფრანგეთი? საფრანგეთი. სწორია. კარში დაარტყი. ესპანეთს მუნდიალებზე პენალტების სერია 5-ჯერ აქვს ნათამაშები და აქედან მხოლოდ 1 მოიგო. დაასახელეთ ის ნაკრები, რომელთანაც ეს ერთადერთი გამარჯვება მოიპოვა. ბიჭო 2-6-ში არა, 10-ში არა, 14-ში არა, 18-ში არა. ბიჭო, მოიცა ირლანდიასთან 2-2. სწორია, 4 წუთზე მეტი გაქვს შეგიძლია დაარტყა. ხო. ეგრევე რა და ვაიმე! ჩამოთვლითაგან რომელ ესპანეთს აქვს ყველაზე მეტი მატჩი მუნდიალზე ჩატარებული? რამოს და კასიას. დევიდ ვილა თუ ხაბი ალონსო? პიკე დევიდ ვილა თუ ხავსო. ბიჭო დავიდ ვილია ხო არ იქნება რა? პიკე შეიძლება. და სწორი პასუხია? პიკე. ალონსო. არა უშავს. რა ერქვა ბურთს, რომლითაც 2000 წელს ინიესტამ საჩემპიონო? ჯაბუანი. სწორია. 3 წუთი და 54 წამი. რამდენი სწორი პასუხია? ბევრი არ ვიცი. ერთი შეგეშალთ მარტო. ჯერ ვართ მე-16 ფინალში ინიესტას გადამწყვეტი გოლი ყველას ახლოს, მაგრამ ვინ გაუკეთა მას რა გოლი პასი? სესკე. ეს კვაბრეგას. კი, სწორია. მიდი. მიდი აბა! კარგი, უდარი ტაფსონი. მუნდიალებზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით ტოპ 5 ესპანელ ფეხბურთელში 2 მეკარე გვხვდება. დაასახელეთ სუბისატა და ორივე. კასილასი. კასილასი და სუბისატა. კი, სწორია. 3 წუთი და 15 წამი. ჯერჯერობით ბევრი გაქვს დრო. ერთი მუნდიალის ფარგლებში 5 გოლი, 2 ესპანელ ფეხბურთელს აქვს გატანილი. 2010 წელს ეს ვილამ მოახერხა, მაგრამ იგი აკეთა 1990. ფუტრაგენია. სწორია. არა უშავს. ჯერ კიდე გაქვს მე მგონი 13-იც და ჩამოთვლითაგან რომელ ფეხბურთელს არ უთამაშია 4 მუნდიალი ესპანეთის ფორმით. ინიესტას, პუიოს თუ სერხიო ბუსკეტს. ბიჭო 4 მუნდიალი ესპანეთის ფორმით. პუიოლი ბიჭო, მეჯო. ინიესტას 2010 ნათამაშები აქვს. 14, 18. ინიესტას არ უთამაში. პუიოლი არის. სწორი პასუხი 2018 წელს ესპანეთი პენალტების სერიაში მასპინძელთან დამარცხდა, მაგრამ გაიხსენეთ 2-დან 1 ფეხბურთელი მაინც ვინც 11 მეტრიანების სერიაში ვერ გაიტანა. იაგო ასპასი. სწორია. მიდი რა. უდარი არ მუშაობს. ესპანეთმა მუნდიალების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მატჩი ბულგარეთთან ჩაატარა, სადაც 6-1 მოიგო, თუმცა ამის მიუხედავად ჯგუფში მაინც ჩარჩა და ჩემპიონატს დაემშვიდობა. რომელ ქვეყანაში მოხდა ეს? ამერიკაში. 14 ამერიკაა. საფრანგეთი იყო 18. ვინ იყო ნაკრების საუკეთესო ბომბარდირო 2022 წლის მუნდიალზე, სადაც ესპანეთმა მხოლოდ ერთადერთი მატჩი მოიგო? მორატა. მორატან გავიდა, მორატა იყო. მორატა. სწორია. 2 წუთი გაქვს ჯერ. არა, ძალიან მაღლამი აქვს. ბოლოს როდის გავარდა ესპანეთი მუნდიალიდან, ისე რომ ძირითად დროში არც ერთი მატჩი არ წაუგია. სიტუაცია არ წაუგია 18-ში წააგო, არ წააგო. 18 ხო არა. პენალტებში წააგო რუსეთთან და პორტუგალიასთან ფრი. 18. სწორია. წუთი და 37. არა. რომელ აფრიკულ ქვეყანასთან აქვს ესპანეთს მუნდიალებზე ასეთი სტატისტიკა? 2 თამაში, 2 ფრე, 2 გატანილი გოლი, 2 მიღებული გოლი. აფრიკული? თანაბარი ესე? 2 თამაში, 2 ფრე, 2 გატანილი. ზუსტად თანაბარია. ანა ხო არა. ესპანეთსვისთან. კამერუნი, არ ვიცი, რა ვიცი. რავი, რა მეუბნებს განა. მაროკო იყო. 1950-დან 1974 წლის ჩათვლით ესპანეთმა მხოლოდ 2 მუნდიალზე მიიღო მონაწილეობა. რომელ წლებში იყო ეს 2 მუნდიალი? 50-დან 74-მდე. 50-ში იყო. რა შეგვიძლია? ანუ შეგიძლია? 50-ში იყო, 50-ში. შეუძლიათ? არ შეგიძლიათ, მაპატეთ, მანიშნეს ყურში. გარდა მაშინ. ხო. კი. რა ვიცი, იყოს მაშინ 62 და და 62 სწორია 60 10. 66-ია მეორე. ჯამში რომელი ნაკრების აქვს უფრო მეტი გოლი გატანილი მუნდიალებზე? ესპანეთს, უკრაინა, ალჟირი თუ ბოლივია, ვისთან გაიტანა უფრო მეტი? ბოლივიას უკრაინას 6-ში შეხვდა. 38 წამი დაგჭათ. ბოლივია.
უკრაინა, რომელ ორ ქვეყანასთან ერთად უმასპინძლებს ესპანეთი მუნდიალს 2020. პორტუგალია, მაროკო. სწორია, დაარტყი, 30 წამი დაგჭა. აი, შემდეგ იქნებ კითხვებზე დააგროვოთ 1982 წელს, როდესაც ესპანეთმა უმასპინძლა მუნდიალს, პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც 6-ვე კონფედერაციამ გაუშვა ნაკრები მუნდიალზე, მაგრამ თუ გახსოვთ, რამდენი გუნდი მონაწილეობდა ჯამში? 86-ში. 82-ში. 82-ში, რამდენი? 14. 24. სწორია! 10 წამი დაგჭათ. და ბოლო კითხვა, ვის აქვს უფრო მეტი გოლი გატანილი ესპანეთის მაისურით მუნდიალებზე? ფერნანდო მორიენტეს, ფერნანდო ტორეს თუ ფერნანდო იეროს? მორიენტეს. სწორია და დაარტყი. რა იყო? ბოლო წამზე ბურთი ჰაერში წამზომის ციკციკი და ამ დროს ხრიანში ურტყავს. აღო. რა შოუს მოგთავაზეთ ეხა აღი. რა შოუს? ბოლო ეპიზოდის ბოლო დარტყმა. ერთი ტელეგიპუსება. მობძადით, დამსახურებული ჩემპიონებს გადავცეთ. ერთი წამი იყო დარჩენილი, ბიჭო. აგერ დამსახურებული თასი. ძალიან დიდი მადლობა. დამსახურებული 10,000 მეგობრებო. ხო, როგორ მოგეწევათ თამაში? მე დავიწყე. მაგრა დავიზაბე პენალტები რო ვერ გამხდოდა რა და უმარტივესი არის რა. იქამდე მარცხენათი აჭრილები გამხდოდა იმ შორკარტში და რაღაცები და შუაში თან იდეში ყველაზე მარტივი პოზიციიდან გამომიმუშავე და რტმის უფლება და 1-4 რო გამომაზე მეთქი ხა აზრი არ აქვს. აი ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, მარტივია. მარტივი ჩანს. აი, იქითა საჯარიმოდან რო უყურებ, აქეთ გას და რა უნდა მომენტს ესე გაუშვებდი წრიანში გავჭედა. მეც მარტივი მეჩვენებოდა ის თავიდან პატარა კარში გატანა და იმიტომ რომ იქამდე რამდენად სადა გამოუვიდა და მაგიტომ ეშლებოდა. ბიჭო ხო და ის ფოტოაიჩე 1000 კოლეგი ყურებს კამერები გიყურებს და ვერ აკეთებ. და მე იტყვი პენალდოაო, მე არავის რა უნდა. აღარ ვიტყვი მაგას საერთოდ არ არის. ეს სასწაული თამაშია, ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ კარგი მიგნება. ძალიან ჯანსაღი, ძალიან საფეხბურთო არის. მე მარტო უცხო ქვეყნებში მინახავს თავისი ჩელენჯები და ქართულში რო გაასწორა, აგერ ეს ბურთი დამეწონა. და ზუსტად ჩემო ტაბსო, რაც წერია ამ ბურთზე, რო არ გაჩერდე, ბოლო წამზე დარჩენილი იყო. არ უნდა გაჩერებულიყავი და ზუსტად ბოლო წამის ბოლო დარტყმა გადაწყვიტა და თქვენ ხართ ჩემპიონები. გილოცავთ. კრეატორი ჩემპიონი. ბოლო ეპიზოდის ბოლო წამის ბოლო პროექტის ბოლო წამები. პროექტის ბოლო დარტყმა. დაგეგეგმათ ესე? არა, მე შოუსთვის გავაკეთე მართლა. თუ ფიქრობთ რომ აქამდე ვწtildeობდი, არა, შოუსთვის კარგი იყო. ძალიან მაგარი იყო მომიოცავს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამსახურებულ გამარჯვებას. ჩვენ კიდევ შეგახსენებთ რომ დალაიქოთ ვიდეო, არხი გამოიწეროთ და ასევე გეტყვით რომ როგორც ფეხბურთის, ასევე კალათბურთის და ოლიმპიური ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორი არის საქართველოს ბანკი. შემდეგ შეხვედრამდე, ნახვამდის. კარგად, ხალხო, მადლობა.